სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად რუსეთს 29,000-ზე მეტი დაზარალებული საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაევალა. ეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებული მეოთხე სახელმწიფოთა შორისი დავაა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრების ბორდერიზაციას ეხება. ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა, დღეს კი კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრა. როგორც იუსტიციის სამინისტრო წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრი აღარ არის, მას გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება რჩება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება. დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია გადაწყვეტილება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსთან წაგებული დეპორტირებულებისა და აგვისტოს ომის საქმეებზე დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია.